გამარჯობა, ეს დიდი ვეზირის მორიგი ეპიზოდია, მე შოთა თხელიძე ვარ. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო დღეებში საერთაშორისო ამბებში მთავარი თემა იყო სირიის მოვლენები, იქ განვითარებული ტრაგიკული მოვლენები, გადავწყვიტე, რომ დღევანდელი ბლოგი მთლიანად დაუთმო ამ საკითხს და გარკვეულ, ასე ვთქვათ, სინათლე შევძინო აი ამ მოვლენებს. თუმცა მე არ შევეცდები ვისაუბრო სირიის კონფლიქტზე თავად, ეს ცალკე საკითხია. მასზე მრავალჯერ, ასე ვთქვათ, გამართულა დისკუსია, მსჯელობები, ეს ცალკე დროს მოითხოვს. მე უბრალოდ მინდა ახსნა იმის საფუძვლები, თუ საიდან მოდის ეგრეთ წოდებული სექტარიანული დაპირისპირება, შუღლი, რატომ არის ეს შიდა ისლამური განხეთქილებები და რა მომავალი აქვს სირიას, რა პერსპექტივა ესახება აი ამ სირიის არაბულ რესპუბლიკას. ჩვენ ამისათვის უნდა წავიდეთ დაახლოებით 1 საუკუნით ადრე, პირველ მსოფლიო ომის შემდგომ განვითარებულ მოვლენები უნდა განვიხილოთ. ზოგადად ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები არაბები, ეს არაბული სივრცე იყო ეს ერთიანი სივრცე ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში და ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში თვითონ ეს ეთნიკური იდენტობები არ განირჩეოდა ერთმანეთისგან. ანუ ადამიანების წამყვანი იდენტობა არ იყო ეთნიკური ნიშანი, არამედ წამყვანი იდენტობა იყო საკუთარი რელიგია, ამ შემთხვევაში ისლამი, ყველა იყო მუსლიმი, ყველა იყო ერთიანი. სანამ არ გაჩნდა ჯერ მაგალითად ევროპაში მე-19 საუკუნეში ეს მძლავრი ნაციონალისტური მოძრაობები, ნაციონალიზმის ეპოქა შედგა, ასე ვთქვათ, ევროპაში და შემდგომ გადადინდა ახლო აღმოსავლეთში, მანამდე ესეთი ეთნიკურ იდენტობაზე დაყრდნობილი პოლიტიკური მოძრაობები ახლო აღმოსავლეთში არ არსებობდა, არც თავად დღევანდელ თურქეთში. მაშინ პრაქტიკულად მთლიანად ახლო აღმოსავლეთს თუ არ ჩავთვლით სპარსეთის იმპერიას, მაშინ ოსმალეთის იმპერიაში შედიოდა. ესეთი არაბული ნაციონალიზმი, ესეთი ჩანასახვანი ელემენტები ჯერ კიდევ ჩნდება მე-19 საუკუნის ბოლო ათწლეულებში, თუმცა აი გარკვეულ აქტიობას, ანუ პრაქტიკაში გარდასახვას ახდენს პირველ მსოფლიო ომის დროს, როდესაც აი ეს ცნობილი აჯანყება ხდება არაბების ოსმალების წინააღმდეგ, თურქების წინააღმდეგ, ეს ცნობილი ფილმი Lawrence of Arabia, ამაზეა ზუსტად, როდესაც ბრიტანელების დახმარებით არაბები აჯანყდნენ და მათ არაბებს შეპირდნენ დიდ არაბულ რესპუბლიკას. ამ დიდ არაბულ რესპუბლიკაში, რესპუბლიკას არა, სახელმწიფოში უნდა შესულიყო ყველა ეს არაბული ქვეყანა, რომელსაც ჩვენ ხედავთ ახლო აღმოსავლეთში, გარდა ეგვიპტისა. და ესე აი აქედან ჩდება ეს არაბული სახელმწიფოს შექმნის იდეა. თუმცა ეს ბრიტანელების დაპირება, რომ აი დღევანდელ ახლო აღმოსავლეთში არაბული სამყაროში შექმნილიყო ერთიანი არაბული სახელმწიფო, რა თქმა უნდა, ეს იყო სიცრუე, პარალელურად იყო ესეთი ჩუმი მოლაპარაკებები ბრიტანეთსა და ფრანგებს შორის, ბრიტანეთსა და სიონისტურ მოძრაობებს შორის, რომელთაც ასე ვთქვათ, ფარულად გაინაწილეს ახლო აღმოსავლეთი, ძირითადად ეს მესოპოტამიის და ლევანტის რეგიონი და წარმოქმნეს ის სახელმწიფოები, რომელსაც ჩვენ დღეს უყურებთ, ხო? ერაყი, სირია, იორდანია, ლიბანი, შემდგომ უკვე ისრაელი შეუერთდება, მანამდე იყო პალესტინის სამანდატო და არაბეთის ნახევარკუნძულზეც საუდის არაბეთი და უკვე შემდგომ ცივი ომის პერიოდის ასე ვთქვათ, ნაყოფებია უკვე დღევანდელი არაბთა გაერთიანებული საემიროები, ყატარი, კუვეიტი და ბაჰრეინი, ეს დაახლოებით ახალი სახელმწიფოებია, დაახლოებით 50 წელი ამ სახელმწიფოებს რამდენიმე წლის წინ შეუსრულებთ. მაგრამ პირველ მსოფლიო ომის მერე, აი როგორც ვახსენე, მესოპოტამია და ლევანტის რეგიონები გაიყვეს დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთის იმპერიამ. ესე დღევანდელი ერაყის, იორდანიისა და პალესტინის, ისრაელის ტერიტორიები მოყვა ბრიტანულ გავლენის სფეროში, ხოლო საფრანგეთის გავლენის ქვეშ მოექცა სირია და ლიბანი. რა თქმა უნდა, ეს იყო ასე ვთქვათ, იმპერიული გაყოფა, იმ გაგებით, რომ ისტორიულად ოსმალეთის იმპერიაში სახელწოდება სირია, ანუ სირიის რეგიონი მოიცავდა ეგრეთ წოდებულ აი ამ ტერიტორიებს, რომელსაც თქვენ ხედავთ ახლა სურათზე, ეს არის თვითონ ლევანტის რეგიონი, ხო? დღეს ამ ტერიტორიაზე არსებობს სირია, ლიბანი, ისრაელი და იორდანია. ანუ ამ ტერიტორიას ჯამურად აი ამ რეგიონს, გეოგრაფიულად ამას ეწოდება ლევანტის რეგიონი, თუმცა ესეთი პოლიტიკურად იყო
სირიის რეგიონი, მაგრამ აი საექსპიკოს შეთანხმება ბრიტანელებსა და ფრანგებს შორის ეს რეგიონი შუაზე გაყო. აი მისი სამხრეთი ნაწილი, აი სირიის ვილაიეთის სამხრეთი ნაწილი და იერუსალიმის სამთავრო თუ ასე მუსატარიეტი, არ ვიცი ეს ნიშნავს, ეს სივრცეები გადავიდა ბრიტანეთის დაქვემდებარებაში, ხოლო ჩრდილოეთ ნაწილი ეს იქნებოდა ბეირუთის, ალეპოსა და დერეზურის ვილაიეთები გადავიდა საფრანგეთის შემადგენლობაში. თუმცა ეს დაყოფა არ აღმოჩნდა საკმარისი და 1922 წელს, მას შემდეგ რაც აი ამ ჩრდილოეთის ტერიტორიებზე მეორე რუკას გავხსნი. ჩრდილოეთის ტერიტორიებზე ან საკუთარი მანდატი დაამყარა საფრანგეთის იმპერიამ, მაშინ ეს 1922-23 წლებია. შექმნა რამდენიმე პატარა სახელმწიფო. ანუ ისიც კი დაშალა რამდენიმე სახელმწიფო. თქვენ ხედავთ, ეს არის ალეპოს სახელმწიფო, დამასკოს სახელმწიფო, დრუზების სახელმწიფო, ალავიტების სახელმწიფო და დიდი ლიბანის სახელმწიფო. ეს დაყოფა მოხდა ზუსტად აი ამ სექტარიანული ნიშნით, ხო? ანუ პირველად ესეთი იდენტობა, ან დაწვრილებული ისლამური იდენტობა ჩნდება ზუსტად აი ამ პოსტ პირველ მსოფლიო ომის პერიოდში. მანამდე ესეთი მსგავსი რაღაცა პრაქტიკულად ისლამურ და კონკრეტულად არაბულ სამყაროში არ არსებობდა. ანუ ეს თლიანი რეგიონი, ესეთი სირიის რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილი პირველად მოხდა, რომ სექტარიანული ნიშნით დაიყო. არადა მე როგორც ვახსენე, ეს არის პერიოდი, როდესაც არაბული ნაციონალიზმი თანდათან, ასე ვთქვათ, ძლიერდება ყველა ამ არაბეთის რეგიონებში. ანუ აქაც საფრანგეთის იმპერიამ გამოიყენა ტრადიციული იმპერიული მეთოდი დაღავიდა იბატონე იმისათვის, რომ არ შექმნილიყო ერთიანი სირიული რესპუბლიკა, რომელიც იქნებოდა ეს არაბულ ნაციონალიზმზე დაფუძნებული, ის იქნებოდა უფრო რთულად სამართავი და მეტი წინააღმდეგობის გამწევი, არ დაგვაუწყდეს ის, რომ სადამდეც არსებობდა საფრანგეთის სამანდატო სირიაში, მანამდე არსებობდა წინააღმდეგობა საფრანგების წინააღმდეგ. და მან გარკვეულწილად ძალით მოიპოვა ეს საფრანგეთის მანდატი სირიაზე. ამიტომ იყო, რომ ხო და აი ამ წინააღმდეგობის მთავარი იდეოლოგია სწორედ იყო არაბული ნაციონალიზმი. ამიტომ იყო, რომ მან ამ არაბულ ნაციონალიზმს დაუპირისპირა ეს სექტარიანული ისლამური დაყოფა. და ჩვენ ხედავთ რუკაზე, როდესაც ასე ვთქვათ, რამდენიმე წლის განმავლობაში აი ასეთი სახე ქონდა აი დღევანდელი სირია-ლიბანის ტერიტორიას. 1925-26 წლებში ალეპოს სახელმწიფო და დამასკოს სახელმწიფო გაერთიანდნენ და ასევე გაერთიანდა ეგრეთ წოდებული ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში თქვენ ხედავთ ალექსანდრიტას სანჯაყს, ეს არის დღევანდელი თურქეთის ჰათაის რეგიონი. ეს ორი წარმონაქმნით საფრანგეთმა გააერთიანა, ხოლო 1936 წელს აი ამ ერთობას დაემატა უკვე თვითონ ეს დრუზების და ალავიტების სახელმწიფოც და ახალი კონსტიტუციით, მანდატის ქვეშ ახალი კონსტიტუციით შეიქმნა სირიის რესპუბლიკა. თუმცა მაინც დამოუკიდებელი სახელმწიფო ის არ ყოფილა, გარკვეული სუვერენულობა შიდა საქმეებში ჰქონდა, თუმცა საგარეო პოლიტიკას, თავდაცვის პოლიტიკას და ასე შემდეგ აკონტროლებდა საფრანგეთი. მაგრამ აი ამ გაერთიანებაში არ შესულა დღევანდელი ლიბანი. ანუ ლიბანმა მაშინ ცალკე დამოუკიდებლად შეინარჩუნა სახელმწიფოებრიობა, თუმცა საბოლოოდ ეს ორი სახელმწიფო, სირია და ლიბანი, დამოუკიდებლობას იღებენ, როგორც კი დასრულდება მეორე მსოფლიო ომი 1955-56 წლებში და იმ სახით, ასე ვთქვათ, არსებობენ სირია და ლიბანი, რა სახით მაშინ მიიღეს. ანუ თავარი ესეთი ის თქმაც მე მინდოდა ამ შემთხვევაში ის ხო რომ იმპერიული პოლიტიკა არაბული ნაციონალიზმის გასაჩერებლად ყოველთვის იყო ეს სექტარიანული რელიგიური დაყოფები. შემდგომ პერიოდში, ხო, ახლა გარდა სირიისა, აქ უკვე მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ჩნდება ესეთი საკმაოდ ძლიერი არაბული ნაციონალიზმის ახალი კერა ახლო აღმოსავლეთში, ეს არის ეგვიპტე, როდესაც ხელისუფლებაში მოდიან სამხედროები გამალ აბდელ ნასერის მეთაურობით და მას შემოაქვს ეს იდეა არაბულ ნაციონალიზმზე დაყარებული პან-არაბული იდეოლოგია. ანუ არაბულ ნაციონალიზმზე დაფუძნებით უნდა შეიქმნას დიდი არაბული სახელმწიფო. ეს იყო ესეთი კიდევ ერთი სერიოზული დარტყმა დასავლური ძალებისთვის, იმიტომ რომ დასავლურ ძალებს არასდროს სურდათ
დიდი ერთიანი არაბული სახელმწიფოს შექმნა, იმიტომ რომ დიდი ერთიანი არაბული სახელმწიფოს შექმნა ახლო აღმოსავლეთში ეს ნიშნავს, რომ იქნება ერთი სერიოზული გეოპოლიტიკური მიზიდულობის ცენტრი, საკმაოდ დიდი რესურსებით, საკმაოდ დიდი სტრატეგიული გავლენებით, იმიტომ რომ როგორც ასეთი არაბული სამყარო ესაზღვრება სპარსეთის ყურეს, წითელ ზღვას, სუეცის არხს, ხმელთაშუა ზღვას და ასე შემდეგ. ამიტომ იმპერიული მიზანი ყოველთვის იყო დანაწევრება ახლო აღმოსავლეთში არაბების. ნასერის არსებობა ის იყო საკმაოდ ესეთი იდეოლოგიური მარცხი დასავლეთისთვის და სანამ არსებობდა ნასერი პრეზიდენტი 1970 წლამდე ყოველთვის არსებობდა ნასერის მიმართ წინააღმდეგობა დასავლეთის მხრიდან, იქნებოდა ეს ევროპელები თუ შემდგომ უკვე შეერთებული შტატები. რატომ ხო არაბული ნაციონალიზმი გარდა იმისა, რომ იყო არაბების გარკვეულწილად გამაერთიანებელი იდეოლოგია, არაბული ნაციონალიზმი თავის თავში მოიაზრებდა უკვე სეკულარიზაციას. ანუ ის ხდებოდა, ანუ ის იყო პროგრესული იდეოლოგია, რომელიც იყო მოწოდებული არაბული სივრცის განვითარებისთვის. და აი ამ არაბული ნაციონალიზმის იდეის ქვეშ ეგვიპტემ და შემდგომ უკვე სირიამაც ეს პოსტმეორე მსოფლიო ომის პერიოდში მოახდინეს გარკვეულ განვითარებას მიაღწიეს. ეს იქნებოდა ინდუსტრიალიზაცია, იქნებოდა ენერგოფიცირება ქვეყნის, იქნებოდა განათლების დონის გაზრდა, სხვადასხვა ესე ტექნიკური საგნების სწავლება და რა თქმა უნდა გარკვეულწილად შეიქმნა მაშინ საშუალო კლასი აი ამ ქვეყნებში და განათლებული საშუალო კლასი და რაც თავარია ამ ინდუსტრიალიზაციამ და აი ამ ასე ვთქვათ პროგრესმა მოიტანა ძალაუნებურად სამხედრო ნაწილის გაძლიერებაც ამ ქვეყნების. ანუ ისრაელის და ეგვიპტის შეიარაღება იყო, არ ვიტყვი ახლა ძლიერი სამხედრო წარმონაქმნები იყვნენ, თუმცა უკვე საფრთხის შემცველი ქვეყნები იყვნენ და ვისთვის ამ პერიოდში პარალელურად როდესაც ეს არაბული ნაციონალიზმი პოსტმეორე მსოფლიო ომის პერიოდში ძლიერდება, პარალელურად იქმნება ისრაელი. ანუ იქმნება ებრაული ნაციონალიზმი. სიონიზმი შეიძლება დავარქვათ ებრაული ნაციონალიზმი, რომ ესე ვთქვათ, ებრაელების განცალკევებული სახელმწიფო. ანუ რეგიონში ჩვენ გვაქვს დიდი ბრძოლა ორ იდეოლოგიას შორის, არაბულ ნაციონალიზმსა და ებრაულ ნაციონალიზმს შორის. გამომდინარე იქიდან, რომ უკვე საწყის პერიოდებიდან ისრაელის ხარდამჭერი ჯერ იყვნენ დასავლური იმპერიები, ბრიტანეთი და საფრანგეთის იმპერია, ბრიტანეთმა უშუალო როლი ითამაშა ისრაელის შექმნაში. აქედან გამომდინარე, ასე ვთქვათ, ისრაელის მხარეს ყოველთვის იჭერდნენ ჯერ ევროპული იმპერიები და შემდგომ უკვე 60-იანი წლების ბოლოს, 70-იანი წლების დასაწყისი და შეერთებული შტატები. მათი საშუალება, რომ არაბული ნაციონალიზმი დაასუსტონ და ეს იდეოლოგია გააკრონ, ისევ ეს აპრობირებული ისლამური სექტარიანიზმი ხდება. დიდ ბრიტანეთს მეორე მსოფლიო ომამდე ჰქონდა გამოცდილება იმისა, რომ გარკვეული კავშირები ჰქონდა მას რელიგიურ ისლამურ დაჯგუფებებთან, რომელთა ასე ვთქვათ მოტივი იყო, რომ აი ეს ეგვიპტეში ეს ნასერის მიერ შექმნილი არაბული ნაციონალიზმის წინააღმდეგობა გაეწიათ. მაშინ ამ ორგანიზაციას ეწოდებოდა მუსლიმთა საძმო. ესე პირდაპირ უშუალოდ ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ბრიტანეთის იმპერიის მიერ არის შექმნილი ეს ორგანიზაცია, თუმცა მას კავშირები ჰქონდა, რადგან ეს მუსლიმთა საძმო, ეს ისლამური იდეოლოგიაზე დაფუძნებული ორგანიზაცია გამოეყენებინა არაბული სეკულარული არაბული ნაციონალიზმის წინააღმდეგ. და ესე ვთქვათ, მსგავსი ესეთი ჯგუფები, რომლებიც ასოცირდებოდნენ მუსლიმთა საძმოში, არსებობდა სირიაშიც, ერაყშიც და სხვა არაბულ ქვეყნებშიც, იმიტომ რომ ესეც არის პანისლამური იდეოლოგია, სადაც ისლამია, ანუ მუსლიმთა საძმოს მსგავსი ორგანიზაციები იქნება სხვადასხვა ზომის, სხვადასხვა სიძლიერის არსებობენ. რა თქმა უნდა, არსებობდა სირიაშიც. და ეს ორგანიზაციებიც, ანუ მუსლიმთა საძმოსთან აფილირებული ორგანიზაციები სირიაში პერმანენტულად უწევდნენ წინააღმდეგობას სირიაში შექმნილ აი ამ არაბულ ნაციონალიზმზე დამყარებულ ახალ სახელმწიფოს. განსაკუთრებით ეს წინააღმდეგობა გაძლიერდა ბაშარ ასადის მამის, ჰაფეზ ალ-ასადის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 1970-იანი წლებიდან და ჰაფეზ ასადიც საკმაოდ რეპრესიული იყო აი ამ დაჯგუფებების მიმართ. ერთ-ერთი მთავარი
მოვლენა სირიის ისტორიაში ეს 1992 წელს, როდესაც ქალაქ ჰომსში ქალაქ ჰამაში, სადაც იყო ეს მუსლიმ საზღვრების მთავარი დასაყრდენი ქალაქი, იქ მოხდა ამბოხება და სახელმწიფოს ძალოვანმა სტრუქტურებმა საკმაოდ ბრუტალურად ჩაახშეს ეს აჯანყება და მათი ესე ვთქვათ, აი ამ აჯანყებაში მონაწილე ადამიანები, მათი შვილები, მასთან აფილირებული ხალხი აქამდე ისხდნენ, ასე ვთქვათ, ასადის საპატიმროებში. ამას უკვე ცივი ომის ბოლოს ემატება უკვე ასეთი შეერთებული შტატების მხრიდან ახალი პოლიტიკა, ის ასე ვთქვათ, შეერთებული შტატებმა გადაიბარა ბრიტანეთისა და საფრანგეთის იმპერიული პოლიტიკა იმ თვალსაზრისით, რომ უკვე მან დაიწყო ისლამის გამოყენება ახლო აღმოსავლეთში სეკულარული ხელისუფლებების მიმართ. პირველი ესეთი საკმაოდ ცნობილი ისტორიული პროცესი ეს მოხდა, ну, ახლო აღმოსავლეთში არ შედის, მაგრამ ეს მოხდა ავღანეთში, როდესაც ავღანეთში კომუნისტური ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყეს სწორად აი ამ ისლამურ იდეოლოგიაზე დაფუძნებული პერიფერიული მუჯაჰედინების ხელით. ანუ ავღანეთში არსებულ პროგრესულ სეკულარულ ხელისუფლებას დაუპირისპირეს რეგრესული რელიგიური პერიფერიული ისლამის იდეოლოგია და ამით მოახდინეს აი ამ ავღანეთში კომუნისტური ხელისუფლების დემონტაჟი. შემდგომ ასეთი მსგავსი ესეთი ხელშეწყობა ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს უშუალოდ მის შემოქმედება, ანუ შეერთებული შტატების შემოქმედება იყო, თუმცა ესეთი შეერთებული შტატების ქმედებები საბოლოოდ იწვევდა იმას, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ჩნდებოდნენ ესეთი სექტარიანული ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთს ძალაუფლებისთვის ებრძოდნენ. ნუ ეს მოხდა ერაყის მეორე ომის შემდგომ, 2003 წლის ომის შემდგომ, როდესაც აბსოლუტურად ძალაუფლებრივი ვაკუუმი შეიქმნა ქვეყანაში და დაიწყო დაპირისპირება, შიდა დაპირისპირება სუნიტებსა და შიიტებს შორის, გამომდინარე იქიდან, რომ შიიტების უმრავლესობის მქონე ქვეყანაში, ერაყს მართავდა სუნიტი უმცირესობის წარმომადგენელი სადამ ჰუსეინი და გარკვეული რევანში დაიწყო, ასე ვთქვათ, შიიტების სუნიტების წინააღმდეგ, სუნიტების შიიტების და ну ამას შემდგომ დაემატა ერაყში ქურთების საკითხი. ერაყის ომის შემდგომ წარმოქმნილი ეს სექტარიანული დაპირისპირება შიიტებსა და სუნიტებს შორის შემდგომ უკვე გადადინდა სირიაში 2011 წლიდან, როდესაც დაიწყო არაბული გაზაფხული და ძირითადად, ну, ესე ვთქვათ, შეიქმნა ის ორგანიზაციები, რომელსაც ჩვენ სახეზე ხედავთ და მათი მთავარი, ესე ვთქვათ, იდეოლოგია იყო სუნიტური ჯიჰადი და ამ სუნიტური ჯიჰადით ამ სეკულარული მართლობის ჩამოშლა სირიაში. ეხლა გადავიდეთ საკითხზე, თუ რატომ არის ასეთი ზიზღი და სიძულვილი კონკრეტულად ალავიტების მიმართ. ალავიტები არის ანუ უმცირესობა სირიაში. ეს არის შიიზმის განაყოფი მიმდინარეობა ისლამში, რომლებიც ცხოვრობენ სირიის დასავლეთ ნაწილში. ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ქალაქი ლატაკია, ქალაქი ტარტუ, მცირეოდენობით ცხოვრობენ ქალაქ ჰომშიც. ჰომსი შედარებით მოზრდილი ქალაქია. როდესაც არსებობდა საფრანგეთის სამანდატო ცდილობდა, რომ ხარი დაეჭირა ადგილობრივი რელიგიური უმცირესობების და ეთნიკური უმცირესობების მიმართ და ამით დაერთრგუნა სუნიტური უმრავლესობა. და კონკრეტულად მაშინ ის უჭერდა ხარს დრუზებს, ალავიტებს და ლიბანელას, ვთქვათ, მარონიტებს. ეს გარკვეულწილად რაღაც ისტორიულ მეხსიერებაში არის ჩამჯდარი სირიელებისთვის და ნუ ამ პოლიტიკური სუნიტური დაჯგუფებებისთვის. შემდგომ, როდესაც უკვე სირია მოიპოვა დამოუკიდებლობა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, მას არ ყავდა არმია და ახალ სახელმწიფოს ჭირდებოდა არმია და არავის არ სურდა ბრძოლა. ძირითადად ეხლა სირიაში მცხოვრები არაბები ეს ისტორიულად არის, ну, აჭარი ხალხი, ისლამური ბაზარი ეს ყოველთვის ცნობილია, დამასკოს, ალეპოს ბაზარი. ეს სამხედრო ისტორია, რაც არსებობდა ოსმალეთის იმპერია, სირიის ამ რეგიონში ამ ხალხს არ გააჩნდა. ამიტომ, ну, ვინც ესე ვთქვათ, ჯარში წასვლა და გასამხედროება ითავა, მაშინ ყველაზე ღარიბი ნაწილი ქვეყნის. ესენი იყვნენ სწორად ალავიტები. ალავიტები, ანუ ეს დასავლეთ ნაწილი მიუხედავად იმისა, რომ ის ზღვას ესაზღვრება, ეს არის გარკვეულწილად მთიანი რეგიონი, სადაც არ არის ესეთი მოსავლიანი ესეთი
ნაყოფიერი მიწები, ღარიბ სოფლებში ცხოვრობდნენ მაშინ ალავიტები, დიდი მოსახლეობაც არ იყო, დაახლოებით 200-300.000 ალავიტი ცხოვრობდა იმ მეორე მსოფლიო ომამდე პერიოდში. მათი თავის ეს, რადგან ჯარი მათ თავაზობდა შემოსავალს, ცხოვრების გარკვეულ დონეზე უზრუნველყოფას და ეხლა ვერ ვიტყვი რომ სრულად, მაგრამ ახალი სახელმწიფო სირიის არმია მაშინ დაკომპლექტდა უმეტესწილად ალავიტების მხრიდან და დროთა განმავლობაში მოხდა ისე რომ ზუსტად ალავიტები მოექცნენ სამხედრო გენერალიტეტში, უმაღლეს პოსტებზე. სწორედ ასე მოვიდა ხელისუფლებაში ჰაფეზ ალ-ასადი, რადგან ის იყო სწორედ ეს გზა გამოიარა მანაც, სიღარიბიდან წამოვიდა, გახდა სამხედრო დაწინაურდა ესე ვთქვათ სამხედრო ეშელონებში და სამხედრო გადატრიალებით ის მოვიდა ხელისუფლებაში. მაგრამ ეს არ იყო აბსოლუტურად ალავიტების შედეგად წარმოებული სამხედრო გადატრიალება და ალავიტური რეჟიმი, რაც ჰაფეზ ალ-ასადმა დაამყარა, მას სუნიტი თანამებრძოლებიც გააჩნდა, მათ შორის სამხედრო უმაღლეს კორპუსში. მაგრამ მოხდა ისე რომ ჰაფეზ ალ-ასადმა უახლოეს გარემოცვა და ძალოვანი სტრუქტურები უმეტესწილად დააკომპლექტა მისი მხარდამჭერი ალავიტებით და ეს ასადების ხელისუფლება 50 წლიანი ხელისუფლება 54 წლიანი ზუსტად რა ვთქვათ ასოცირდებოდა აი ალავიტებთან, რომლებიც ასე ვთქვათ მართავდნენ სუნიტური უმრავლესობის მქონე ქვეყანას და ამიტომ იყო ესე ვთქვათ ეს ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არის ესეთი სიძულვილი ალავიტების მიმართ, არის ეს. თუმცა ამას ემატება სხვა, ჩვენ ვახსენეთ რელიგიური მოტივები, სექტარიანული დაყოფა, რომ სუნიტებს ზოგადად სუნიტური ისლამი შიიზმს საკმაოდ ვერ ვიტყვი რომ არ აღიარებს როგორც ისლამად, მაგრამ ისინი თვლიან ცოდვიან ხალხად, ვინც შიიტია და ეს რეაქციული სუნიზმი, ამ შემთხვევაში სუნიტური ჯიჰადი თავარ მტრად მიიჩნევს შიიტებს და შემდგომ ყველა დანარჩენს, ხო? რელიგიური განზომილება სიძულვილის, ჩვენ ვთქვით ისტორიული მეხსიერება ფრანგებთან ურთიერთობის, ასევე ისტორიული გამოცდილება, რომ ალავიტური ხელისუფლება იყო ასადების ხელისუფლება. შემდგომ ამას დაემატა უკვე ის, რომ რაც ირანში მოხდა დიდი ისლამური რევოლუცია და ასე ვთქვათ, დიდი ისლამური რევოლუციის შედეგად წარმოქმნილი ირანის ისლამური რესპუბლიკა დაუპირისპირდა რეგიონში ისრაელს და სიონისტურ გავლენებს, მათი ასე ვთქვათ, დასაყრდენი აღმოჩნდა, ამ შემთხვევაში სირია აღმოჩნდა ერთ-ერთი ფრონტალური ქვეყანა, რომელიც იყო ისრაელის აღმოჩნდა ისრაელთან წინააღმდეგობაში. ჩვენ არ უნდა მანამდეც იყო სირია, ასე ვთქვათ, ანტისიონისტური ქვეყანა, დღესაც ასეთია მოსახლეობის უმრავლესობის, ასე ვთქვათ, აზრით, ასე ვთქვათ, ისრაელი არალეგიტიმური ქვეყანაა და პალესტინა უნდა აღიდგინოს საკუთარი სახელმწიფოებრიობა, არა თუ მარტო მხოლოდ დასავლეთ სანაპიროზე ღაზაში, არამედ მთლიანად პალესტინა უნდა იყოს. ამ იდეით არის გაზრდილი სირიელთა თაობები, მაგრამ აი ამ ბოლო 40 წლიან დაპირისპირებაში ირანსა და ისრაელს შორის სირია ასადის ხელისუფლება და კონკრეტულად შიიტური პოლიტიკური სამხედრო დაჯგუფებები იყვნენ ეგრეთ წოდებული ირანის პროქსი ძალები. და გამომდინარე იქიდან, რომ აი ეს სუნიტური ჯიჰადი ყოველთვის იყო დასავლური იმპერიების საშუალება, რომ წინააღმდეგობა გაეწიათ შიდა ისლამურ სამყაროში, აი ეს უკვე რეგიონული პოლიტიკის განზომილებაც დაემატა აი ამ ალავიტურ ზიზღს და რომელსაც აქვს ასე ვთქვათ მწვანე შუქი ანთებული ისრაელის მხრიდან. მოკლედ ესე ვთქვათ, რო ჩამოვთვალოთ კიდევ ერთხელ, ეს იყო ისტორიული მეხსიერება, ზიზღის საფუძვლები რო ჩამოვთვალოთ კიდევ ერთხელ ალავიტების მიმართ. ეს არის, შეიძლება მოვიაზროთ ქრისტიანებიც, მაგრამ ქრისტიანები არ არიან, ასე ვთქვათ, სხვილი წარმომადგენლობა სირიაში არ აქვთ და ისინი ვერ ქმნიდნენ გარკვეულწილად პოლიტიკურ რეალობას სირიაში. ვისაუბროთ ალავიტებზე. ალავიტების თავარი ზიზღის ელემენტები იყო ისტორიული მეხსიერება, ეს იყო ისტორიული გამოცდილება ხელისუფლების, ეს იყო რელიგიური განზომილება და ამას დაემატა რეგიონული პოლიტიკური განზომილება, ეგრეთ წოდებული წინააღმდეგობის ძალების, ისრაელის წინააღმდეგ, ასე ვთქვათ, ისრაელი ებრძვის აი ამ წინააღმდეგობის, შიიტური წინააღმდეგობის ძალებს. დღეს
თუ დავსვათ შეკითხვას, რა პერსპექტივა აქვს სირიას აი ამ სექტარიანული ზიზღის ქვეშ არსებულ რაღაც სივრცეს ჯერჯერობით სირიის სახელმწიფოს დავარქვათ სახელმწიფო საკმაოდ რთული არის იმ გაგებით რომ აი ეს ტერიტორიულადაც და მართლობის კუთხით დანაწევრებულია ეს პერსპექტივები უნდა განვიხილოთ იმ გაგებით თუ რა სურს იმ ქვეყნებს რომელსაც აქვს ყველაზე დიდი გავლენა დღევანდელ აი ამ სირიულ წარმონაქმნზე ეს არის თურქეთი და ეს არის ამ შემთხვევაში ისრაელი რა სურს თურქეთს? თურქეთს სურს სირიის ტერიტორიული მთლიანობა. თურქეთს სურს ასე ერთიანი სუნიტური სირია, რომელიც იქნება მასზე დაქვემდებარებული და ამ სუნიტურ სირიაში გაქრება ქურთული იდენტობაც. ანუ თურქეთის თავარი მოტივი ამ შემთხვევაში არის მაინც ეს ქურთული სეპარატიზმის გაქრობა მის მეზობელ ქვეყანაში. ასევე, თურქები მე წინა გადაცემაში ვახსენე, რომ თურქები ეხლა ვერ ვიტყვი, რომ პირდაპირ ასე ვთქვათ, ალავიტების წინააღმდეგ გამოდიან, თუმცა ესეთი არაფორმალურად შეიძლება ესე ღია დისკურსი ეს არ წარმოებს, მათთვის მიუღებელია ზოგადად შიიტი ალავიტების არსებობა. გამომდინარე იქიდან, რომ აი ამ ჰათაის რეგიონში, რომელიც ეხლა დღეს თურქეთს ეკუთვნის, ამ რეგიონშიც ცხოვრობენ მცირე ოდენობით შიიტები და ეს ეგრეთ წოდებული გაფრთხილებასავით არის შიიტების და ალავიტების მსგავსი დასჯა გაფრთხილება არის თურქული ეთნიკური უმცირესობების და რელიგიური უმცირესობების მიმართაც, რომ ესეთი თავარი დომინანტი ძალა არის სუნიზმი და გაუწევთ ასე ვთქვათ წინააღმდეგობას. ასევე თურქეთს სურს კონტროლი მოიპოვოს აი ამ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე სირიის, რადგან აი ამ ზღვის აი ამ საზღვაო არეალში არის გარკვეულწილად გაზის მარაგებიც, ვერ ვთქვით რომ საკმაოდ მსხვილი, მაგრამ ისეთი რომელიც შეიძლება თურქეთს გამოადგეს. ასე ხელახლა გავიმეოროთ, თურქეთის ინტერესია ერთიანი სუნიტური სირიის არსებობა, რომელიც იქნება მასზე დაქვემდებარებული და მის კონტროლ ქვეშ. ეხლა რა სურს ისრაელის პერსპექტივა რა არის? ისრაელის პერსპექტივა არის ის, რომ არ იყოს ერთიანი სირია, მით უმეტეს არ იყოს სუნიტური სირია და მით უმეტეს ეს არ იყოს თურქეთის მიერ კონტროლებადი სახელმწიფო, რომელიც უკვე მისი უშუალო მეზობელი ხდება. ისრაელის მიზანი არის მე წინა გადაცემაში ვახსენე და გავიმეორებ, ეს არის სირიის დეზინტეგრაცია ყველაზე მაქსიმუმ, ანუ სახელმწიფოს ოფიციალური ფორმალური დაშლა სხვადასხვა რეგიონებად, ან მინიმუმ ესეთი დაშლილი უკონტროლო სტატუს-კვოს მქონე ტერიტორიად ქცევა. არა როგორც ფორმალური სამართლებრივი დაშლა, არამედ უბრალოდ არაფორმალური არაერთიანობა. ამ რუკაზე თქვენ ხედავთ წინა გადაცემაში ვახსენე, სირიას სურს, ისრაელს სურს, რომ აი მაგალითად დრუზების ავტონომია იყოს როგორც მინიმუმ, თუ მასზე უშუალო კონტროლი არ ქონდეს ისრაელს, იყოს მაგალითად ალავიტების რაღაც ავტონომიური წარმონაქმნი, იყოს ასე ვთქვათ ქურთების ავტონომიური წარმონაქმნის, რომელიც გარკვეულწილად შეზღუდავს ამ სუნიტურ სირიის სახელმწიფოს და შეზღუდავს თურქეთის გავლენებს და გარკვეულწილად ასე ვთქვათ შექმნის ბუფერს და უსაფრთხოების ზონას ისრაელი ამ შემთხვევაში თურქულ დომინაციასთან. გავრცელდა ასეთი ინფორმაციებიც, ახლა მე ამას ვერ დავადასტურებ, რომ ისრაელის წარმომადგენლობა სპეციალურად შეხვდა რუსულ წარმომადგენლობას, რომ მათ არ გაეყვანათ ბაზები სირიიდან, იმიტომ რომ ზუსტად ამიტომ რომ თურქეთს არ კონდეს ამ ალავიტური დასახლებების რეგიონში გავლენა და არ კონდეს აი ამ ხმელთაშუა ზღვის სივრცეზე თურქებს გავლენა და თურქული გავლენები შეაკავოს ამ შემთხვევაში რუსებმა ესეთი შეთავაზება ჰქონდათ ისრაელის წარმომადგენლობას. მაგრამ არის ერთი მოარული საუბარი, რომ ისრაელს სურს შექმნას ეგრეთ წოდებული დავითის კორიდორი. დავითის კორიდორი ეს არის, აი თქვენ ხედავთ რუკაზე, ესეთი გრძელი დერეფანი, რომელიც ისრაელს აერთებს სირიაში ქურთებით დასახლებულ რეგიონთან. რომ ისრაელი უშუალოდ დაუმეზობლდეს სირიელ ქურთებს და პირდაპირი კომუნიკაცია და კავშირი ჰქონდეს მასთან. ამის შესაძლებლობას იძლევა ის, რომ ამ დერეფნის შუაში კონტროლირებად სივრცეს, აი უდაბნო, სადაც არის ერაყი, იორდანია, სირიის საზღვარი, ამ სივრცეს აკონტროლებენ ამერიკელები, ამჟამად მათ აქვთ ალტანფის ბაზა, უკვე
თითქმის უკვე 10 წელია. თუმცა თუ დაუფიქრდებით, საკმაოდ რთულია ამ პროექტის განხორციელება. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის საკმაოდ დიდი მანძილი, როგორც ხედავთ, სიგრძეში ეს უფრო გრძელი ტერიტორია ვიდრე თავად ისრაელი. ეს არის აბსოლუტურად უდაბნო, აქ არაფერი არც დასახლებაა და არც რაიმე რაღაც სასოფლო-სამეურნეო წარმოება ხდება. ამ ტერიტორიის უბრალოდ ეს თავდაცვა, შენარჩუნება, გაკონტროლება საკმაოდ რთული იქნება ისრაელისთვის და რაც მთავარია, თუ კი ეს პროექტი ისრაელმა განახორციელა, ეს დავითის დერეფნის შექმნა, ეს საომავლოდ აპრიორი გამოიწვევს იმას, რომ შეიქმნება ქურთული სახელმწიფო როგორც სირიაში და შემდგომ გაერთიანდება ერაყის, აი თქვენ ხედავთ, მარჯვნივ აღმოსავლეთით ერაყის ქურთისტანს, ხო? ანუ დავითის კორიდორი მიუღებელია კატეგორიულად როგორც თურქებისთვის, ასევე ერაყელებისთვის და ნუ საომავლოდ ეს მიუღებელი იქნება ირანელებისთვისაც, იმიტომ რომ ქურთული სახელმწიფოს შექმნა არის მათთვისაც მიუღებელი, იმიტომ რომ ქურთების უმცირესობაც ცხოვრობს ირანში. თუმცა ეს მედიაში ეს რუკა ტრიალებს და ეს თვითონ ისრაელის მედიაშიც ხშირად არის ეს განცხადები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ქურთებთან უნდა დავმეზობლდეთ უშუალოდ. გუშინ მოხდა კიდევ ერთი საინტერესო მოვლენა, როდესაც ალჯულანის ხელისუფლებამ შეთანხმება გააფორმა აი ამ სირიაში ქურთებით დასახლებულ რეგიონის ლიდერთან, ეს არის სამხედრო პოლიტიკური ლიდერი მაზლუმ აბდი, აი რასაც თქვენ ახლა ფოტოზე ხედავთ, ეს არის სირიის დემოკრატიული ძალების ხელმძღვანელი, ანუ სამხედრო ლიდერი და ამ შეთანხმების შედეგად მაზლუმ აბდი დათანხმდა, რომ ისე ვთქვათ, ქურთების სამხედრო დაჯგუფებები რაღაც მომავალში გაერთიანდეს სირიის არმიაში, ანუ ჯულანის თავდაცვის ძალებთან. და რომ საომავლოდ სირიის ცენტრს, ამ შემთხვევაში დამასკოს, უშუალო კონტროლი ექნება ქურთებზე. აქ უნდა აუცილებლად უნდა ვთქვათ ის, რომ შემდგომ გაირკვა, რომ ქურთების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ეს არის წინასწარი შეთანხმება, რომ მაგალითად ქურთები არ აპირებენ იმას, რომ ჯულანის ძალები ეუფრატის აღმოსავლეთით გადავიდნენ, ანუ ქურთებით დასახლებულ რეგიონებზე და იქ ბაზები გააკეთონ სამხედრო. ასევე ჯერჯერობით არ აპირებენ იარაღის ჩაბარებას, დაშლას და აი ამ სირიის ცენტრთან სამხედრო გაერთიანებას. უბრალოდ მისი განცხადებით, ჩვენ ეს გავაკეთეთ, იმიტომ რომ თურქეთიდან მომდინარე საფრთხე შეგვეკავებინა დროებითო. მაგრამ ნუ აქ ჩვენ უნდა ვახსენოთ, რომ ეს შეთანხმება არ მოხდებოდა რომ არა შეერთებული შტატების ჩართულობა, იმიტომ რომ აი სირიის დემოკრატიული ძალების უშუალო კურატორი, ამ შემთხვევაში არიან შეერთებული შტატები, ანუ იქ მყოფი სამხედროები და სამხედრო ბაზები და მათი ინიციატივით მოხდა სავარაუდოდ ეს, რომ აი ეს თურქებისგან მომდინარე გარდაუვალი საფრთხე სირიელი ქურთების მიმართ დროებით შეკავდეს. ეს მოვლენები საკმაოდ ესეთი ცოტა უცნაურად განვითარდა და ძალიან სწრაფად ქურთებისა და ალჯულანის ხელისუფლების ესეთი შეთანხმება. ჯერჯერობით ესეთი წინასწარ გასჯა თუ როგორ იქნება და როგორ განვითარდება მოვლენები რთულია, უბრალოდ ამ პროცესს უნდა დავაკვირდეთ. დღეისათვის სულ ეს იყო. კიდევ ერთხელ მოგიწოდეთ რომ დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი და მონიშნოთ ზარის ღილაკი. დროებით დაგემშვიდობებით, ნახვამდის.